ისრაელისათასა და იყო ალმური და ბნელი და წარხდა ღამე და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა. ხოლო განირთხა მოსე ხელი თვისის ზღვასა ზედა და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღვასა ზედა და ყოს ზღვა იგი ხმელ და განიპო წყალი. და შევიდეს წენი ისრაელისანი შორის ზღვასა ხმელებრ და წყალი მათ და სულდე მარჯვენით და სულდე მარცხენით. ხოლო სტევდეს მეგვიპტელნი და შევიდეს შემდგომად მათსა ყოველი ხუნე ფარაოსი და ეტლები და მხედრები შუა ზღვისასა. და იყო სახუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგვიპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ხრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგვიპტელთაი. და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა და მოჰყუანდეს იგინი იძულებით და თქვეს მეგვიპტელთა, ველტოდით პირისაგან ისრაელისა, რამე თუ უფალი ვბრძავს მათ წილ მეგვიპტელთა. და თქვა უფალმან მოსეს მიმართ, განირთხ ხელი შენი ზღვასა ზედა და კვალად მოიგენ წყალი და დაფარნეს მეგვიპტელნი ეტლებსა ზედა და მხედრებსა ზედა. და განირთხა მოსე ხელი ზღვასა ზედა და კვალად მოიგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასზე ზედა, ხოლო მეგვიპტელნი ილტოდეს წყალსა ზედა და შთაყარნა უფალმან მეგვიპტელნი შუა ზღვასა. და მოაქცია წყალმან და დაფარნა ეტლნი და მხედარნი და ყოველი ძალი ფარაოსი შესრული შემდგომად მათსა ზღვად და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. ხოლო წენი ისრაელისანი მიდოდეს ხმელად შუა ზღვასა და იყო წყალი მათ და სულდე მარჯვენით და სულდე მარცხენით. და იხსნა უფალმან ისრაელი მას დღესა შინა ხელისაგან მეგვიპტელთასა. და იხინა